ახლა. გაგიგია ხო სიონის ბრძენთა პროტოკოლები, რომელსაც იყენებენ ანტისემიტები. ეს ყველაფერი რაც წაგიგიხეს არის სიონთა ბრძენის პროტოკოლებიდან ამოღებული. გაიგე? ამოიღეს ეს და სიონის ბრძენთა პროტოკოლებში არის სულ 24 თუ 28 წიგნია. შემდგარი ციტატა პამფლეტებს უძახიან მაგას. რომ თითქოს ეს არის ებრაელების შეთქმულება მსოფლიო მართლობის წინააღმდეგ. და უთყამენ ლიბერალიზმს, უთყამენ იმას აქვია. ანუ ჰომოსექსუალიზმი ქორწინება უნდა დაიშვასო, დემოკრატია უნდა იყოსო ეს ყველაფერი იცი ვინ გამოიგონა? რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის მეფის ახრანკას რო უძახია. ახრანკას მიერ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და ახრანკას მიერ. რატო მოხდა ეს მოხდა საფრანგეთში ამის გაყალბება? ფრანგულ ენაზე, რათა კვალი არ წასულიყო რუსეთში. რატო იყო ესეთი? და შემდეგ ეს დაიბეჭდა 1903 წელს პეტერბურგში 10 სექტემბერს გაზეთ ზნამია იყო, ესეთი ზნამია იყო, ულტრამემარჯვენური ნაციონალური გაზეთი იყო. ანუ მეფის მხარდაჭერი. შემდეგ გახსოვს რა ეპოქა იყო მაშინ რუსეთში. რუსეთში სწავლდებოდა პროტესტი. მეფის წინააღმდეგ. არ უნდა ხალხს მეფე, უნდა თავისუფლება, უნდა გლეხებისგან თავისუფლება. ეს ბატონყმობის წინააღმდეგ მიდიოდა ეს ყველაფერი. ლიბერალური ფასეულობა და ვინ ებრძოდა ამ ყოველთვის ამ ლიბერალურ ფასეულობებს თუ არა ის ჩაკეტილი ბნელი კონსერვატორული წყობა, რომელსაც ყოველთვის სამსახურში ედგა რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ამბროსი ხელაია გააციმბირებდა. ანუ ეს იყო ცარს მეფის რუსეთის მიერ გაყალბებული ყველაფერი შეიქმნა ფრანგულ ენაზე, მაგრამ ციტატები საიდან მოხდა? იცი ამოღებული ამ წიგნების. აი ეს ისა. აი ეს როგორ უნდა მაგათად როგორ უნდა მართოს სისტემაო. სისტემა მართვა როგორ უნდა ჩამოშალოს სისტემაო. შექმნა ლიბერალურ ფასეულებებიო, ქალებს უნდა მიცე უფლებაო, ქორწინება უნდა მიცე, გეი პროპაგანდა უნდა მიცეო, ყველაფერი ამას თავისუფლებაო. ეს არის საიდან იცი ეს ტექსტი საიდან აიცი აღებული? ეს ტექსტი აღებული არის მაკიაველის და მონტესკიუს საუბარი ჯოჯოხეთიდან. ესეთი კომედია დაიწერა ნაპოლეონ მესამის წინააღმდეგ საფრანგეთში. ნაპოლეონ მესამე ძალიან ცედი პიროვნება იყო, ცუდი პიროვნება იყო, ტირანი იყო და მის წინააღმდეგ დაიწერა ეს პამფლეტი. პამფლეტი რა კომედიასავით იყო. აიღო ეს ტექსტის სტრუქტურა აიღო და იქ რაც წერია როგორ უნდა გააკეთოს. სისტემაში იქ ებრაელებს ვაფშე ხსენება რა ებრაელების. მაგრამ ამოიღეს ის ციტატები თალმუდიდან გააყალბეს, მიასადაგეს და დღეს ეს არის სიონისტური პროტოკოლი. ამაზე კარგად წერს პრაღის სასაფლაო გაქვს საკითხული. უმბერტო ეკოს წიგნი არის ამბერი დიდი წიგნი. უმბერტო ეკო ყვება ყველაფერს. მან რა როგორ გააყალბა ეს რეალური ისტორია. ამას მეცნიერები ამტკიცებენ. მაგრამ ეს დაჭირდა მეფის რუსეთს, რათა ემიგრაციაში ყოფი პროტესტანტი რუსები წინააღმდეგ გაელაშქრა. გაიგე? ებრაელები იმიტომ ითხოვენ, რომ თავისუფლებას მსოფლიო მართლობა უნდათო. მაშინ ებრაელების უფლებო იყვნენ მეფის რუსეთში. ერთადერთი სადაც ცხოვრობდნენ, საქართველოში ცხოვრობდნენ. მათ შეეძლოთ, მაგრამ მეფის რუსეთში ებრაელი თუ ჩასულიყო პეტერბურგში ან მოსკოვში, მას უფლება უნდა აეღო თავისი ადგილიდან, კომენდანტი ვინც ყავდა, იმ სადაც ცხოვრობდნენ, გალუდში. უფლება უნდა მიეღო, რომ იქ ჩასულიყო, იქ 3 დღის მეტის უფლება არ ქონდა, დარჩენილიყო და უგონდა სამოსულიყო. დაშეს გიმნაზიაში სწავლის უფლებას არ ქონდა ებრაელებს. ისე ებრაელებისადმი აქაც შემოვიდა ეს პროპაგანდა აგორებულია, რომ აი და ურია და ეს რუსეთი ეს არის მე ეს აიტაცა კგბ-მ და კგბ-ს ფსბ-ს მეფის რუსეთის ახრანკა რასაც ქვია, ამას იყენებდა როგორ იცი, აი ძალიან მაგრად რასაც ეთქვა. ეს აიტაცა მე ფსბ-მ ეს ყველაფერი და ეს ჩვენი მართული უვიცი ღმრთელები ამასაც იყენებენ. აიგე ხო დაინახე რამოდენიმე წლის უკან ქუთაისელი ღმრთელი რო იყო რა ებს ლაპარაკობდა. არ მახსოვს. მე საპატრიო მე ელჩი ჩაელია ისრაელის ელჩი. რან გიდორი და ისინი. პირდაპირ თქვა რომ ურიები მართავენო ქვეყანასო ეს ანტიქრისტეო ისრაელში დაждდებაო ესო ებრაელები ასეთები ისეთები არიანო. პირდაპირ თქვა. ქუთაისელი რო იყო მიტროპოლიტი.
მაგის გამო შენი შვაზე აიყვანეს მერე. ეხლა ჯულის კანონიდან რომ მოიყვანე რომ ებრაელისგან კურნება არ მიიღო და შემდეგ მან კიდევ წერია რომ ებრაელების დღესასწაულზეც არ უნდა დაესწრო, მაგრამ ხანუკას დღესასწაულზე ხომ მინახავს თვითონ პოლიტიკოსები ყოფილან. ხო, ნუ შენ ხვდები რა მომენტი იყო ესა? საქართველოში ღმერთს მადლობა ეს ჩვენ არ ქონდა. ქართველი ღმერთმა დაგვიფარა, იმდენად ჯავახიშვილი ამოსო, ჩვენ სემიტები ვართ. რაღაცა გვაქვს, ხო, მართლა რაღაცა ის მონათესაო გვაქვს, ის რაღაცა რომ ეს სულის კვეთება გვაქვს, ერთი სულის მაქვს ჩვენ, ებრაელის და ქართველის, გაიგე? გვაქვს ჩვენ ეს და მე ვფიქრობ, რომ ეს ღმერთის დიდი მადლი და წყალობა, რომ ქართველი როგორც ერი არ არის დამნაშავე ებრაელებთან არ შევიწროებაში და განკითხვის დროს, როცა ის მოვა კუთხეული მეორად მოსვლა რო იქნება. ისტორიაც კი მსგავსია ის უდაპყრობილები და დიდ ჯილდოს მიიღებს იმ ქართველოს მისია ქონდა, საქართველოს მისია არის, რომ კავკასიონში ქრისტიანობა შეენარჩუნებია. საქართველოს რო არ ყოფილიყო, სომხეთი დიდი ხანი მაჰმადიანური იქნებოდა. ის საქართველოს შეინარჩუნა სომხეთის ქრისტიანობა. თორე ირანი ჩაყლაპავდა ეგრევე იმ სომხებსაც. ახლა მე ცუც არ მომაქვს სომხებზე, მაგრამ ის რაც გავაკეთეთ, ეს საქართველოს იყო და შენ არ დაგავიწყდეს ამ ქართველებთან ომში ებრაელები ომობდნენ, ჯარში ებრაელები მიდიოდნენ. ებრაელი არის და სახში. ფულს არ აკეთებდა, როცა ქართველი მიდიოდა საომრად. გვერდში ედგა. ასეა ძმა, მაგრამ პროპაგანდმა და ფულმა გარყუნა ერი. ვაფშე რუსეთმა გარყუნა ქართული ერი. რუსებმა. რუსულმა მენტალიტეტმა. მე არ ვარ რუსების წინააღმდეგ, მე მიყვარს რუსი ხალხი, მაგრამ ეს იმპერიალისტური რაც აქვს, ეს არის დიდი გარყვნილება. ადლობა გიორგი. მაშასე მეგობრებო, დავამთავრებთ დღევანდელი საუბარი. თუ ვინმე შეკითხვები გექნებათ თალმუდთან დაკავშირებით, ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება რამოდენიმე სტატიის მისამართი, გადამისამართება იქნება, შეგიძლიათ ნახოთ. მთლიანი ტექსტები მიძღვნილი მაქვს მე ამ განვარტე ამ ყველა ციტატები, რომელიც გაყალბებულია, შეგიძლიათ გაესწროთ, წაიგითხოთ, გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს ეს ციტატები და ამით იყოთ გამავრცელებელი ჭეშმარიტების და სიმართლის. მაშასე, ილოცეთ ჩვენთვის, გააზიარეთ, გვარავდეთ უფალი, გაგრძელება იქნება. ებრაელის მოძულება შეიძლება რადგან აბრაამს ეუბნება რა შენს დამაწყევარს დავწყებლი და შენს მაკურთხებას ვაკურთხებო. თუ ვინც დალოცავს, ის დალოცული იქნება, ეს ასეა.